საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს კვირას 22 მარტს სიონში დაკრძალავენ. დაკრძალვას დაესწრება მსოფლიო პატრიარქიც. ინფორმაციას გვიდესტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. კვირას სამებაში მსოფლიო პატრიარქის საგანგებო ლიტურგიას აღავლენს. ქვეყანაში გლოვის დღეებია. გლოვის დღეები პატრიარქის დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება. სამოქალაქო პანაშვიდები კი იმართება სამების საკათედრო ტაძარში. გიორგი აბაზაძეა სამებიდან პირდაპირ ეთერში. რიგები არ წყდება ამ დრომდე. ქართველი ხალხი უდიდეს გულის ტკივილთან ერთად მადლიერების გრძნობით ემშვიდობება კათოლიკოს პატრიარქს. საყოველთაო გლოვის ის მასშტაბები, რომელსაც მეორე დღეა ვხედავთ, არის ლოგიკური, ბუნებრივი და კანონზომიერი შეფასება და დაფასება იმ ღვაწლისა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ილია მეორემ გასწია ქართველი ერის წინაშე, როგორც ეკლესიის საჭეთ მფლობელმა. მისი მოღვაწეობა გასცდა ეკლესიის კედლებს. ეს იყო ეპოქის ფორმირება. ბევრი ადამიანისთვის ილია მეორე სიტყვა იყო იმედისა და ნუგეშის მიმცემი, ამიტომაც ქართველებს კარგად ახსოვს დღემდე მისი დანატოვარი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საბჭოთა მძიმე მემკვიდრეობის ფონზე, როდესაც რწმენა იყო დასუსტებული, ეკლესიამ დაიბრუნა თავისი ღირსება. ეს გზა, რომელიც პატრიარქმა თავისი წამოსვლით გვიჩვენა, წასვლითაც გვიჩვენა, რაც შეიძლება დიდხანს შევენარჩუნოთ. დიდხანს ეს გაერთიანების სურვილი არ უნდა რაღაცაზე გადაცვალო. პირადულ ინტერესებზე არა. ეს შენი ქვეყნის ზრუნვა უნდა იყოს. ეს იყო იცი როგორი პიროვნება, რომელზეც ყველანაირ თემაზე შემაძლო საუბარი. მიუღებელი იყო თუ არა სარწმუნოების ეს მართლმადიდებლობის. პატრიარქი გისმენდა, გეტყოდა შენ ასე ხედა და სხვა არაფერს არ გეტყოდა. გაძლევდა ანალიზის დროს, ანალიზისთვის. პატრიარქი იყო ჩემი სამი შვილიშვილის ნაცვლია. ერთ-ერთი პირველი ნიკოლოზ დვალი იყო მისი ათეულთა შორის მეცხრე, რომელიც მონათლა პატრიარქმა, ეს იყო პირველი ნათლობა. მის მადლს, მის ძალას, მის ყველაფერ სულიერ მიდგომას, ყველანაირად გრძნობდით ოჯახში. ერმა დაკარგა სულიერი მამა. ეს უსათნოესი, უსაყვარლესი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ჩვენი, არავინ თქვას, რომ ის არ იყო ყველას მამა. საუკუნეში ერთი თუ დაიბადება ასეთი ადამიანი. მიყვარხარ პატრიარქო, ცრემლები თავისით მოდის. ჩვენი მამა იყო, საქართველოს მამა იყო, ჩვენი ილია მეორე, ჩვენი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ძალიან გული გვატკინა. ჩამოვედით საჩხერიდან. რა ვიცი, ძალიან დიდ დანაკლისს განვიცეთ ჩვენთან მთლიანად საქართველოს. ნამდვილად უნდა მაგის დაბარებული სიტყვა შევასრულო თითოეულ მათგანმა და გვიყვარდეს ერთმანეთი. ძალიან განვიცადებ. ახლაც ვგრძნობ, რომ ყოველთვის ჩვენთან არის, გვარველობს და ასევე გაგრძელდება მუდამ. საუკუნეებში რომ ერთი იბადება, უზარმაზარი გვაწლია, უზარმაზარი ის თავდადება ჩვენი ერისთვის მოქცევა მარტო აი ქართლისა პატრიარქის დროს მოვდა უზარმაზარი წვლილი მიუძღვის რა ქართველების განვითარებაში, ეკლესიის საეკლესიო ცხოვრების განვითარებაში. გული დაგწულა ძალიან რა. როგორც მე პირადად ამ მშობელ წინაპარს შევაფასებდი და ესე მიყვარდა და ასე იყო მთელი ხალხი. ამაზე დიდი ტკივილი საქართველოს არ განუცდია, რა ვიცი, მე ესე მგონია და საერთოდ მართლმადიდებლობის სამყაროში როგორც ვიცი ძალიან დიდი დანაკლისიას მისი გარდაცვალება. სამების საკათედრო ტაძარში მრევლს 24 საათის განმავლობაში აქვს შესაძლებლობა, რომ მობრძანდნენ. ძალიან კარგი იქნება თუ ტრანსპორტის გარეშე, მანქანის გარეშე წამოვლენ, რადგან ძალიან ბევრი პრობლემები ექნებათ მანქანები ვინც მოდიან. შესაძლებელია, რომ რამოდენიმე წუთში, თუნდაც მაქსიმუმ 1 საათში ნებისმიერ ადამიანი შეძლებს მის უწმინდესობასთან მიახლებას. თავად უწმინდესის ინიციატივა იყო ჩემ ცხოვრებაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მღვდლობა, თავად უწმინდესმა თქვა, რომ მუდმივად უნდა ვეკურთხებინა და ალბათ ეს დღე არის ჩემ ცხოვრებაში განსაკუთრებული. გვხედავთ უპრეცედენტო სამგლოვიარო პროცესიას, რომელიც არ წყდება მისი უწმინდესობის გარდაცვალების წუთიდან დღემდე, წუხელაც ხალხის ნაკადი არ შეწყვეტილა სამების საპატრიარქო ტაძარში და მოგეხსენებათ, რომ სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეს გახლავთ მთელი ეპოქა ჩვენი ქართული საზოგადოებისთვის და ზოგადად ქრისტიანული სამყაროსთვის. ჩვენ ქეთს ვიხრით მისი წმინდა ხსოვნის წინაშე და იმ დიდი ღვაწლის წინაშე, რომელიც მან გასწია 59 წლიანი პატრიარქობის პერიოდში.
ეს არის პატივისცემა ადამიანისა, რომელმაც თავისი შეგნებული ცხოვრება ქრისტეს ეკლესიას მიუძღვნა. ილია მეორე იქნება მე-9 კათოლიკოს პატრიარქი, რომელიც დაიკრძალება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მე-20 საუკუნის კათოლიკოს პატრიარქები განისვენებენ.